ნიკა, რასაკეთებ მან? მეცადინეო. რანაირად მეცადინეო? იმ დღეს ბუნების წიგნი დავმალე და ვეღარ და აქ დავსწავლე. მამას უყურე ერთი. გამოიწი. შენ რაღაცა ეს ბოლო პერიოდი ძალიან ბეჯითი გახდი და რას გეუბნება ამის თემას ის კვანცა, ჰა? რაო და თუ კარგად არის სწავლი უნივერსიტეტში ვერ ჩააბარებ და კარგი სამსახური არ გიქნებაო. მოიცა, ნიკა, ეს კვანცა შენი კლასელია თუ დამრიგებელი? ოჯახი ყველა მეც გამიჩნდა ეკითხვა სხვადასხვა. დღეს სკოლაში მშობელთა კრებაა და უნდა მოხვიდე. თან კვანცას მშობლებიც იქნებიან და აბა შეიძლება არ შემორცხვინო. კარგი რა ნიკა რა. კარგი რა. მე რამდენად შეიძლება ერთი და იგივე უკვე აღარ შემიძლია ყოველ კვირას მიბარებენ და საყვედურს მეუბნებიან. საწავიღა ის პირს. კარგი. ნიკა, უთხარი რომ აფერი დაგიშავებია რა. მოიცა ვაცადოთ ერთი წუთი რამდენი ხანს ვილაპარაკებს. კარგი რა მართლა რა. საერთოდ რა მქონია ეს ხო? კარგი რა ნიკა რა. მე რამდენად შეიძლება მართლა ერთი და იგივე რა. მოიცა არაფერი დაუშავებია? არა. ხო, არა, მესმის ლაშა, მეც ძალიან გამიჭირდებოდა დაჯერება. არა, ეთქობა წინასწარ ხვდებია რომ რაღაც უნდა დააშავოს და წინასწარ მიბარებენ რომ წინასწარ მომცენ შენიშნ. თეკლა შენ რო წახვიდე კრებაზე? არა, ლაშა, მე ის დედის დაქალების კრება რო იქნება, მაშინ წავა. არა, ლაშა, მართლა ვერ წავა. მე სამსახურში სასწრაფო საქმე მელოდება. სასწრაფო თუ სიმპათიური საქმე? ხო, ბადა მიყვება ხოლმე შენ ამბებს და ძალიან ბევრს ხალისობ, ძალიან. ჩემ ამბებზე ხალისობთ? და პაატა თავის ამბებს არ გიყვება, ლაშა? რა ამბებს, რომელ ამბებს? ხო, და მაშინ ახლა იხალისე. მოკლედ, პაატა მოდიოდა ხოლმე ჩემთან სამსახურში ყოველდღე. მიშლი და ხელს მუშაობაში და დაცვა გავაფრთხილე არ შემოუშვათ მეთქი. ვაუ, უკვე საინტერესოა. მე ვიტყოდი სახალისოც. ხო და მოკლედ მოდის ხოლმე ხან თოვლის ბაბუის ქუდით და ფორმით მოდის ხოლმე და წინასწარ გილოცავს დამდეგ ახალწელს რომ ვერ იცნო დაცვან რომ ვერ იცნოს და ხან იმის რა ქვია კლოუნის ფორმით მოდის და ყურებიდან ბოლს უშვებს რა ვიცი თუ ფორმას ვერ შაულობს იმიდან საგადასახადოდან ვარო და წყალკანალიდან ვარო და რა ვიცი მოკლედ ეს რას ხედავ იმანაც იხალისა ეთყობა. ხოდა იმიტომ გაიცინა. ისე ეთყობა დასასვენებლად იყო წასული რაღაცა სხვა ძალებით იცინის ეს გოგო. ხო? კარგი მე წავალ ახლა. გუგასაბაზანით ვისარგებლებ თორე რაღაცა პროფესორი აგვიანებს გამოსვლას და. ხო, მე ის პაატას ამბები მე და ნიკას ძილის წინ მოგვიყევი უფრო ვიხალისებთ. ხო? კარგი. გამარჯობა. ისა მან მოიცა პროფესორი არ არის აბაზანაში? არ არის ალბათ. ხედავ ლაშა როგორი ყურადღებიანი კაცია. თვითონ ვერ მოვიდა და ავთო გამოუშვა. პროფესორს ვერ პოულობ. უში ლაბორატორიაში დავტოვე ექსპერიმენტის შედეგებს ელოდებოდა და დღეს რომ მივედი აღარ დამხვდა. ყველგან მოუძებნე თავის აბაზანაშიც კი. რა? მოიცოდე, პროფესორს აქვს აბაზანა? აბა? ბოდიში. დავის სად შეიძლება რომ იყოს? აი, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს რა. თქვენი აბაზანა იყო ბოლო იმედი. შეიძლება დროის მანქანა გამოიგონა და წარსულში მოგზაურობს. ხო, და ერეკლე მეორეს ელაპარაკება ეხლა და კვანტურ ფიზიკაზე. მაგარი. რა? ბოდიში.
მიდი ბაბუ, ბოლომდე შეჭამე, 3 ჯარისკაცი დაგრჩა. რა ჯარისკაცი ბაბუ, შეხედე, რამხელა ნაჭრებია ეს, რა არის? ჯარისკაცია თუ ტანკი ერთი მითხრა? ომს ვერ მოიგებ, იცოდე, ერთიც თუ დარჩა ცოცხალი. კარგი ბაბურა, დაგუნებდნენ ესენი, ხო ხედავ არა, დაგუნებდნენ. მოდით ეხლა ესენი ტყვეთ ავიყვანოთ ბაბუ ჩვენ, დავატყვევოთ, გაიგე? მოდი, აი ესე დავატყვევოთ, აი აქ დავატყვევოთ ესე და ეს დატყვევებულები გადავცვალოთ სხვა ტყვეებში, გაიგე ბაბუ? აი სხვა ტყვეებში გადავცვალოთ, აი ამ ტყვეებში მაგალითად. კარგი ბაბუ, კარგი. ისა. რამე ტყვე არის, შავი. ნახე ბაბუ გარეთ. რა ბაბუ? აივანზე ბაბუ. ჩიტებს ტოტები და ფოთლები მოუგროვებიათ. ეტყობა ბუდეს იშენებენ ბაბუ. ბუდეს კი არ იშენებენ ბაბუ. გაიგეს მაგათ ჩვენთან რო ცივა და შევეცოდეთ შეშა მოვიტანეს რა იდეა. კარგი ახლა მიდაიხე. ახლა არ დაიწყო ცივა, თორემ მე დავიწყებ ცოლი. დაიწყე მე ზუსტად მაგ საქმეზე მივდიოდე ეხლა სხვათა შორის რო იცოდე, ხო? რა სამბობ? აბა, დავდი მე მართლა რამახსენე. რამე ვინ არის ვინ? კარგი გოგოა? ძალიან კარგი გოგოა ბაბუ, აბა? რა ქვია? თეკლა. მაგასაც თეკლა ქვია? მაგასაც თეკლა ქვია ბაბუ, მაგასაც ესეთი გაშლილი და ხვეულით მაგ და მაგის მამაც თავადია შენ წარმოიდგინე ბაბუ. ასლონაბერე კარგი ბაბუ, ძალიან კარგია. მაგრამ იქნება სხვა გოგოც ნახო ვინმე მოიხედე ბაბუ, ა? კარგი ბაბუ რა გაჩერდი. შენ ხო იცი რომ თეკლას გარდა მე არავინ არ მაინტერესებს და ვერავის ვერ ვხედავ ბაბუ. აი ეს რომ მივდივარ ქუჩაში ხო სხვა გოგო თუ არ ეგრევე მიკეტავს ბაბუ ეგრევე ბაბუ. აი ეს თვალს მახუჭებს, გადამიკეტავს გავახებ თეკლა თუ არ არის ეგრევე მიკეტავს ხოლმე ეგრევე, აბა რა? ო. ასაგი. ბაბუ, რა უნდა გითხრა, მომისმენე, ეხლა მიდوار თეკლასთან სამსახურში გაიგე, მაგრამ რაღაც მეშინია, ცოტა დაძაბული ვარ. რატო ბაბუ? რატო ბაბუ და მაგისი უფროსი, ხო, თეკლას უფროსი. რაღაცნაირი ქალია. ხო, აი, თვალებს მიჟუჟუნებს ხოლმე, გაიგე და ესე მოვა ხოლმე და ესე დამიდგება. ბატო თქვენ არ მუშაობთ არცერთ? ასამ ხო, თქვენისთანა ნიჭიერი ახალგაზრდა უცნოთ უნდა მუშაობდე სადმე პარაკებში. მეშინია ბაბუ, იცი როგორ ვიძაბებ, მეგონი მეპრანჭება, გეუბნები. თუ მოიყვანე ცოლად. არგი. ვაიმე თავრო დამეხვა. სუდად გახდი, ხო, ბაბუ, გეუბნები, დაკვირვებული ვარ, რამდენჯერაც მეტყვი სიტყვა, ცოლს სუდად ხდები ეგრევე. გეუბნები და ნუ ხა მიმეორებ. მეც მასე ვატყობ და სუდად თავარ და წამოდი. მიდი, წამოწექი და ნუ მეუბნები სიტყვა ცოლს, ხო, ხედავ, სუდად ხდები ხოლმე. შენ ჯანმრთელობას მაინც გაუფრთხილდია რა? არგი რა. ბიჭო რა კარგად დაემთხვა, აი მე კიდე კაი აღარ მეტყვის ხოლმე ალბათ ამ სიტყვას რა გავგიჟდი, წავედი ხა სამსახურში მე თეკლასთან თორე დილამშვიდობისა ნუცა გუგა აქ არ არის. ой, ძალიან კაი თუ არ არის. რა თქვი ახლა ძალიან კარგი თუ არ არის მომესმა თუ მართლა თქვი ახლა შე? არა, მართლა, სიურპრიზს ვუწყობ და არ მინდა რომ გაიგოს. სიურპრიზი? მოდი მე მიყვარს სიურპრიზები, ხო იცი? მოდი და რა სიურპრიზი ვუწყობ ერთი მითხარ, აბა რა სიურპრიზი ერთი. ხო. მე ხო სწავლობ ტელეჟურნალისტიკაზე. ტელეჟურნალისტიკაზე როგორც ციყვი ვა, რაღაცა არ გამოდის. გააგრძელე მე. ვაკეთებ ახლა რაღაც საკურსოს. ესე იგი, ნუცა აკეთებს საკურსოს, ციყვი აგროვებს. ვა, არ გამოდის. რა, რამჭის, მიდი გააგრძელე ერთი. ხო, და თემა დავირჩიე ახალგაზრდა მწერალი. არ გამოდის ხო? არ გამოდის რამჭის. რა დამემართა? გააგრძელე მიდი, გააგრძელე. მოკლედ, სიუჟეტი უნდა გავაკეთო გუგაზე და დიდუბალ სოსოზე. სოსოზეა სიუჟეტი, რაღა უნდა ციყვებს მეტი. აი, ხო. ოხედა, მაინც გახსნა, გახსნა, წაიღო, მიდი გააგრძელე. ხო, და სიურპრიზი რა არის? აბა დიდუბალი სოსოდან აი ნაწყვეტის რაღაც ინსცენირება. რაღაც ინსცენირება. ვა, გაჭედა ისე. რაღაც ინსცენირება. სიყმა ასეინება. ანუცა, ყოჩახ, რა მაგარია. ყოჩახ, ხო. და აი, წეგან ჩემთან გადაკეტა გახსნა, ეხა შენთან გახსნა, გაიგე, შენთან გახსნა, ჩემთან გადაკეტა სამაგერო, ჩაკეტა, მიდი. მე რას ვიძახი, აბა? ხო, და რას ვიძახი და ერთი კაი იდეა მაქვს. აჰა, აბა რა იდეა? რა და ამ დიდუბალ სოსოს ინსცენირებაში. დიდუბალი სოსო იქნები შენ.
ნუცა მეზობელო მეგობარო ადამიანო გოგონა რა ვიცი შვილო ნუცა მომისმინე ის მოდი ისე ნუ იზევრო საერთოდ გაგრიცხონ მაგ ინსტიტუტიდან კარგი ძალიან თან მის მალხაზის როლის შემსრულებელიც უნდა ვიპოვოთ აი ვერაფერს ვერ მოვასწრებ ძალიან ნუცა შვილო მეგობარო მეზობელო ადამიანო რა ვიცი გოგონაო მომისმინე ნუცა ესპანეთში რო ცხოვრობდი მოხეტიალე დასი იყო ერთი იქ ხო და იმათ უთხარი სევილიელ დალაქზე უარი და მაგ შენ დიდუბელ სოსოზე დაგთანხმდები ეხლა ნუცა აბა კარგად დაფიქრდი ებს მეუბნები ჰა ხო ისე რა კარგი როლი იყო განაგანგება ამ სიკეთეს არგუმებს ვინმეს რა ნიჭიერი ხარ პაპა მიშელე რა დღეში რა მითელე ესე იგი გათენდა დილა მშვენიერი დღე იყო მზია მოდიოდა მამალი ყიოდა მთვარე ჩადიოდა არაფერი არ მჭირდა უცბად და მეტაკა კმილი მომსკო და მომინელა ვიფიქრე შენზე უკეთესთან მისამწავად ხო გამოვიქეცი სირბილი მომიშალა ნერვები შემხვდა ის ხათუნა უთხარი მითხრა გამლანძღე გამამფუჭა გამიფტი მოკლე ნერვიულობით შენ უნდა მიშელო ისე დღეში ვარ ვაი ლაპარაკი აღარ შემიცი ჯერ გამარჯობა ნოდარ ხო, ისეთ დღეში ხარ ლაშქარად გეტყობა რომ ლაპარაკი არ შეგიძლია. დაჯექ. აიმე რა დღეში ვარ. მომისმინე მასლა ძალიან გკივა კვილი? აიმე ძალიან, მაგრამ შენის მითხარი იმ გოგოს თუ დაელაპარაკე, ანას უთხარი რამე. აიმე ნოდარ ეხლა მაგისთვის არ მცხელა გააღებინი ვნახო. აიმე რა დროს ეგარი მითხარი უთხარი რამე თუ არა. გააღებინი ერთ წუთიდან მანახე რა. აიმე თუ გავბრაზდი და გავედი გარეთ პირის გაღება როგორ უნდა მერე ნახავ შენ. ახლა ერთი წუთი დამაწყდა. აჰა, გასაგებია. ისე იმდეს ლაპარაკობ კი გაგიწდებოდა ეკვილებიში. რატომ ანერვიულებ ავატყობ კაც? მიდი ერთხელ და სამუდამოდ და უთხარი იმ გოგოს, შენც დაისვენებ, მეც დავისვენებ, ის გოგოც დაისვენებს და დავწყნარდები როგორც იქნება რა. შენ ალერგიული არ ხარ, ხო? არა. ხო და გავაყუჩოთ ჯერ. ბატონო, ხო, ხაი და მოვარდა? მივართ მილა ზალის რძალი და დიდი ამბავია, ხო? და ყველა ყურადღები აი ეს იმდეს ლაპარაკობს ამას 4 გრამი არ ეყოფა მომიყევი შეგენაცვალე ხარ რაღაცა შეგოსული საქმეზე ვარ სერიოზულ საქმეზე და მე მითხარი კაი დედა რა მომხდარა კაი ჩქარა ამცალი ხა კვილისთვის მომიყევი ვერ ლაპარაკობ რა დღეში ვარ მიშელე მივარდნილა ზალის რძალი დაუხოციერ ძალდედამთილს ერთმანეთი ისე მე თუ მკითხავ მაგ ბიჭმა ეგოგო იმიტომ მოვიყვანე რომ ორსულად ამოწოდო რაცახში შესაშვები ის იყო კარგი ხო ერთი წუთი გააღებინე აი მე არ შემიძლია პირის გაღება კი არ შემიძლია როც არ მოგიდგენია შენ ის როგორ გაბედა უცროსის პატივისცემა არ უნდა იცოდეს ცოტა უნდა მოგზანება გაგაჩნდეს ნოდარ რა ანას უთხარი ყველაფერი რა აი და ო ეხლა ცოტა სტაგიბუჟდება მაგრამ არ აუშავს აი მე დედა რა ვიქენი ეს ახალო რა არ მომიღო ბოლო ვაშა აი მე წრის მომაგენი შენ კაბინეტში მოფრინდა ტრედი და რა რა ჭირს არაფერი იმდეს ლაპარაკობს ენა იღრძო და საწყარი რა იყო ხომშტობა ხო კი მაგრამ რაღაც უნდა გქონდა იცი რა არაფერი რატო ის საკურსო მაქვს და სიუჟეტს ვაკეთებ გუგაზე და დიდუბელ სოსოზე. საკურსო გაქვს და სიუჟეტს ვაკეთებ დიდუბელ სოსოზე. ხო. და გუგაზე. აჰა. და დიდუბელი სოსოდან მინდა რაღაც ნაწყვეტის დადგმა. და გეხვეწები ძალიან გთხოვ სოსო იყავი რა. სოსო ვიყო? ხო. ნუცა, ახლა იცი რა ხდება? ამდენი პაციენტი მყავს, ხო ხდები, დრო არა მაქვს, ნამდვილად არა მაქვს დრო, თან ნიკასთან ვარ წასასვლელი მშობელთა კრება აქვს და სოსო ეხა დიდუბელი სოსო ისეთი ღრმა პერსონაჟია რომ მე ამას ესე ზერელეთ ვერ მიუდგები ნუცა ვერ მიუდგები რა ვიცი აბა აბა რა ვქნა მე ერთი წუთი უკაცრავად თქვენ ენის ღრზობა მალე გაგივლი აი და შენ მომსკო და მომინელა რა გამივლის ეხა ბრძო ფენა დაბურჯებულება თემს უყალა
ეხლა არ ვიცი ცინუცა რამდენად გამოგადგება შენ ნოდარი სოსოზე მაგრამ მომის სიუჟეტს აკეთებ ხო? ხო. საკურსო გაქვს? ხო. ანუ ინტერვიუები უნდა ჩაწერო? ხო. მომისმინე იცი რა ვქნათ ეს დიდუბელი სოსო გადავცეთ ნოდარს გადავცეთ ნოდარს გადმომეცი გენაცვალე ხო შენ ახლა მოგიწევს ინტერვიუების ჩაწერა ხო? ხო. და ხო გინდა მე ვიღაც ხალხმა რო თქვას რომ წავიკითხე დიდუბელი სოსო და აღზევდითო ხო გინდა მოგვეწონა გადავირიეთო ხო გინდა ხო და ვითომ ნოდარი არის კრიტიკოსი კრიტიკოსი კაია. ხო და წაიკითხავს ნოდარი საღამოს სიუჟეტის ჩასაწერად მოვა და თავის მოსაზრებას იტყვის დიდუბელ სოსოზე ჰა მაგარია, ოღონდ ძალიან გთხოვთ რა კარგი მოსაზრება გქონდა. ეს რა უნდა გავეცოზე რქეთ აქტუალურ ანალიზს თუ მომეწონა უნდა მომეწონოს და მეთქვი აუცილებლად თუ ვილაპარაკე რა მიქნა დიახ, კარგი. წავედი ხო მაშინ და ძალიან დიდი გადაცილე. ხო, საღამოს მოდით ბარში. ბარში საღამოს აუცილებლად კი დედა რა მიქნე ეს ენას ვეღავსო რა დღეს ჩამაგდეს კაცი ხარ შენ ხა ჯერ სადა ხარ ნოთა ჯერ სადა უშა მაგედან და გახვიდე ხო ოხ ტატო სათხარ ამდენ ხანს რა დიახ გისმენთ ვიმბრძანდებით დაცვა დიახ გისმენთ რა ხდება დიახ ვინ ითხოვს შემოსვლას კურიერი ვარო ეს მაღალი გამხდარი ახალგაზრდა ბიჭი ხომ არ არის ეგ კურიერი ოხ პატა არ შემოუშვათ ცეკვავს ხო არა უშავს იცეკვოს ეგ მღერის ახლა არა უშავს არ შემოუშვათ მადლობთ ტატო სათხარ ამდენ ხანს შენ კიდე რა მეძახდით ქალბატონო თიკლა ხო ტატო შემოდი და არ არის ეს ოფიციალურობა და ქალბატონო საჭირო პირდაპირ თეკლა დამეძახე კარგი მეძახდით თეკლა დაჯექი ტატო დაჯექი ხო სულ ერთია დაჯექი ტატო გუშინ სამსახურიდან ადრე რატომ წახვედი ხო თქვენ არ მითხარით თუ გინდა კინოში წავიდეთო ხო გითხარი მე ხო მე კინოში არ მინდოდა და სახში წავედი თუ გინდაო და ხო და ტატო დღეს რა საპირებს სამსახურის შემდეგ რამე გეგმები გააქვს კი სახში უნდა წავიდე ტატო ეგ თამაში ხო რომ ახლა გიჭირავს ბილეთები მარჯვენაში მოვიგე არა ტატო ეს თეატრის ბილეთებია უი მადლობა მშობლებს წავიღებ გაუხარდება ძალიან არა ტატო არა ეს ჩვენი ბილეთებია მე და შენ უნდა წავიდეთ თეატრში უნდა მე რო სახში არა სამსახურს ჭირდება ტატო სამსახურისთვის არის საჭირო კი ეს რო გავიგოთ რა ინტერესებს ხალხს და მე ჩვენს ბიზნეს გეგმებში გავითვალისწინოთ ხო გამოვიცანი ხო გამოიცანი ხო ეკლა დიახ მაქვს შენთან დიახ ქალბატონო რუსუდან ვიფიქრეთ თქვენ შემოგბრძანდით პატა ესე არ შეიძლება ეს ადამიანი დაცვასთან დგას და იხვეწება შემიშვითო დიდი ბოდიში ჩემი ბრალია ქალბატონო რუსუდან შენ რა შუაში ხარ დაცვის ბრალია პატა კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს თეკლა პატა ჩვენი ახალი თანამშრომელია თანამშრომელია კურიერის თანამდებობაზე იმუშავებს ხედავთ როგორ გაუხარდა ქალბატონო რუსუდან სიხარულისგან ხმას ვერ იღებს შეგიძლია უკვე შეუდგე მუშაობას რა ხდება თიკლა არაფერი არ ხდება რა უნდა ხდებოდეს ვერ გაიგე რა თქვა ქალბატონმა რუსუდანმა თეკლა პატა ჩვენი ახალი თანამშრომელია და დღეიდან შეიძლება მუშაობა კურიერი იქნება კურიერი ვარ თეკლა კურიერი ო
რა მითხარი გილოცავო დიდი მადლობა თეკლა დიდი მადლობა მადლობა მეც გილოცავ შენც აქ ხარ ტატო არ დახტოვებ მარტო კარგით მე წავალ და თუ რამეში დაგჭირდებით აქ ვარ თეკლა ისე ტატო საღამოს ხო გახსოვს სამსახურს ჭირდება ანუ რო ვიცოდე ხო ხო ჭირდება სამსახურს რას ქვია თეკლა თუ რამე დაგჭირდება აქ ვარ რა მე აქ არა ვარ ჰა მე რისთვისა ვარ ბოლო კურიერი ვარ თეკლა კურიერი კარგი ბატა და თუ კურიერი ხარ მაშინ ეს ჩაიტანე კადრებში კარგი ჩავიტან კადრებში ჩავიტან ამას აუცილებლად მაგრამ მოდი თეკლა შენ პირველი საქმეა პირველი დღე არის სამსახურში და საღამოთი მოდი რესტორანში წავიდეთ აღნიშნოთ ჰა რესტორანში არა ბატა მაშინ თეკლა შენ წადი და მე მოვალ ვითომ შემთხვევით ჰა არა გელოდებიან თეკლა ხო ისა გასაგებია ხო მაგრამ კარგი წავალ მაშინ აი აბა ჩემი პირველი დღე არის და შეეგებეთ ხალხო კურიერი პაატა მოდის რა ქვია იმ ბაბს? სალომე. ამას? თორნიკე ხო? მოკლედ არ ესვენებ ხო ნოდარ მაინც? სალომეს პლუს თორნიკე უდრის შეყარებულებს. რა საკეთებ ნოდარ? ბართო ბავშვებს ხო ხედავ დაზაფხულები არიან. რა იმ თქმალმაც როგორ არის პედაგოგთან კონსულტაცია მქონდა და მაგიტო შემაგვიანდა. ერთი წუთით. კონსულტაცია კი არა ვერ ხედავ ყავის ჭიქაზე აქ ტუჩები მოშლილი მოთხრით ესე. კარგი დაწნარი რა იმ თამამაც როგორ არის მოგმედა თავის დროზე რომ საერთოდ გაჩუმას დიდი მადლობა მოგზანებისათვის ასეთი შეხვედრები აუცილებელია ყველა ოჯახში და ბავშვებთან ურთიერთობისათვის მით უმეტეს ხოლო რაც შეეხება კონტროლს კონტროლი ნამდვილად აუცილებელია ბავშვებისათვის და ალბათ ყველა თქვენთაგანი დამერწმუნება ამაში ხო დედა რა დაქოქილია ყოთა ხილო რა ფიქრობ ოჯახბიძია შენ ამას რო უძლებ. თქვენ ალბათ გვანცას დედა ხართ, ხო? ძალიან კარგი გოგოა. ყოველთვის მომზადებული მოდის და გაკვეთილი ყოველთვის კარგად იცის. ძალიან მიხარია. მას. ხონიკა, ვიტყვი ახლა სხვათა შორის გვანცა, სხვა კლასელებსაც ეხმარება. მინდა გითხრათ, რომ კლასში ნამდვილი ლიდერია. ოჯახ ნიკა კარგი გემოვნება გქონია. თქვენ ალბათ ნიკასთან ახართ, ხო? დიახ, მე ნიკას ბიძა ვარ ლაშა. აჰა, ლაშა და თქვენ უკაცრავად? Ლიუს, მეგისა. მე თქვენ ხართ. ეს ვისთან არის კი არა. ვინ ვისთან არის ქალაქში იმას გეტყვით. ხო. უბრალოდ ახლა ეს ცოტა შეიკავებს თავს საუბრისგან. ესეც ნიკას ბიძაა მამის მხრიდან. დიახ. აჰა, გასაგებია. ხო, მოკლედ ნიკაზე მინდა გადავიდე და 2-3 სიტყვით თუ შეიძლება ნიკას შესახებ გითხრათ რა. მინდა გითხრათ. დიახ. ძალიან დიდი ბოდიში აუცილებელი საქმე მაქვს. 2 წუთი დაგტოვებ თუ შეიძლება. კი ბატონო, მია. ხო. თქვენ ნიკას ბიძას მეორე ბიძას მამის მხრიდან იმას ესაუბრეთ ახლა რომ მოვალ. კეთილი. ხო, მოკლედ ნიკაზე შევჩერდით. მინდა გითხრათ რომ ნიკა ძალიან შეიცვალა. დისციპლინასაც მოუმატა. სწავლითაც ძალიან კარგად სწავლობს და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ამ ყველაფერში გვანცა ეხმარება. კი, და ნამდვილად სხვათა შორის პედაგოგებსაც კი უყვით რომ აი ნიკას ესეთი გამოცვლა თუ შეიძლებოდა ნამდვილად არავის არ გვეგონაო. ასე რომ ძალიან ხომ არ დავაგვიანე. არა, დაგზავნე, სწორედ ნიკაზე ვსაუბრობდი ახლა. ხო, ეგონაო გავიგე, მაგრამ დანარჩენს ახლა მოგახსენებ, დავზანდით. იცით რა არის? აი მინდა გითხრათ რომ ნიკა ძალიან შეიცვალა. შეიცვალა ხო? რა ვქნათ ქალბატონო, იცით რა, ყველანაირად ცდილობ რომ გვერდში დაუდგე, მაგრამ ძალიან ცელკი არავის არ გუჯერებს. არ გვიჯერებს არავის, ჩემი ბრალიც არის ეს. იცით რა არის ხა, მე სამსახურის გამო დიდ ყურადღებას ვერ ვაქცევ. თქვენ შეგარქმევათ რაღაც სახელს. აი მაგალითად თეკლას ეძახით გაწეწილს. თქვენ ალბათ ან ბასტის, ან ბუბუს შეგარქმევდათ ამის ხასიათი რო ვიცი, მაგრამ მე გპირდებით, რომ მივაქცევ ყურადღებას ნიკას და ნიკა ისეთივე იქნება, როგორიც ადრე იყო. რა ბიძია რა, კარგი რა. რა იყო რა?
ნუ გეშინია ბიძია შენს გვერდით არის. აგინდა, აწერა დაიწყე. რა გალაპარაკებს თუ არ იცი ლაპარაკი რა გატიტინებს? რატომ ვერ გააჩერებ მაგენას? რატომ ვარ ასე? კიდევ ერთხელ აგიხსნი და კარგად მომისმინე, ხო? ესე იგი, ამ წლის უწყისებს ინახავ ცალკე არქივში და წინა წლის უწყისებს ცალკე არქივში. გაიგე? არა, კი გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი. ტატო, მომისმინე, ეს არის ლურჯი, ეს არის წითელი. ხო, კარგად. ხო, ლურჯი და წითელი, ტატო. ნუ აქ ყველაფერი არეულია, შენ გადაალაგებ, გადმოალაგებ და დაალაგებ და დაახარისხებ, შეინახავ. ხო, დღეს მაინც ვერ მოასწრებ 2 საათში თეატრში მივდივართ და არა, მე დავიწყებ მაინც რომ ვიცოდე ან. ხო, კარგი, დაიწყე. ურიერი ბატა. მოკლედ რა ეს სულ აქ უნდა იყოს რა. თეკლა აი პოსტა მოგიტანე. ხო. და კიდე HR-მა მითხრა რომ თანამშრომლების სია გადმომიგზავნოსო და კიდე შენი ძველი ნაცნობის შემხვდა და ესე მითხრა თეკლა დამიკოცნეო და აბა. კარგი, ბატა, აი თანამშრომლების სია. ეს თანამშრომლების სია HR-ს წაუღებ. კი ბატონო, წაუღებ, მაგრამ არ გინდა საღამოსო ერთად გავისეირნოთ სადმე, ჰა? არა, ბატა. არა, მე დღეს საღამოს არ მცალია. თეატრში მივდივართ მე და ტატო. რატო? გაიგეთ რა კარგად გამოვიდე. რატო? კარგი ხო, კარგი. გავდივარ, გასაგებია, გავდივარ, კი ბატონო. აირად დაგივაგებია. ეგები ხალხო ყურიერი ბატა მოდის ყურიერი. ტატო, არ გინდა დღეს სპექტაკლის შემდეგ ფეხით რომ გავისეირნოთ. რატო? ხო, კარგი ვინმეა. აი ეს თქვენი თანამშრომლების სია უი, კიდე აქ შემოვედი. კაცო, რანაირი განლაგება აქ ამ შენობას. გადიხარ, გონია სხვაგან შედიხარ, თურმე აქ შემოდიხარ. გონია იქ შედიხარ, აქ შემოდიხარ. შენ კაი დედმამიშვილო ვიღაცა ხარ, ამხელა შენობას აშენებ. განალაგე რა წესიერად, განალაგე ეს ოთახები ნორმალურად რა თეკლა რა. ვაპატიე თეკლა, შემეშალა, კიდე აქ შემოვედი, ბოდის გიხდი. რა გინდა პაატა? არაფერი თეკლა, რა უნდა მიდიდეს? აი, თქვენ ხო საღამოს ერთად მიდიხართ სადღაც. ხო და ბილეთები მოგიტანეთ და აი აქ წადით. აი, გამომართვი. და აქ რატო უნდა წავიდეთ პაატა? აქ იმიტომ რომ თქვენ სადაც მიდიხართ, იქ ბილეთი ჩემთვის ვერ ვიშოვე და აქ მეც მაგ ბილეთი და მაგიტო. ხო, აი, შეხედე, ჰა? როგორია? მე არ მინდა პაატა. რატო არ გინდა? ტატო, ხო წამოხვალ? არა, მითხარი ან სამსახურს თუ ჭირდება, ან რო ვიცოდე, ხო? მოიცა, რას ქვია სამსახურს თუ ჭირდება? ჯერ ნახე ტატო რისი ბილეთებია, ნახე აბა? პაატა, ცირკი? დიახ, ცირკი. ჟონგლიორები, აკრობატები, სახიფათო ილეთები, ტანანადა. ედა შენ ერთად ვიждებით ეკლა ეს სადღაც ბოლოში ტანანადა. როგორია? პაატა, მომისმინე, ან მე გავალ ოთახიდან, ან შენ. მივხვდი. ესე იგი ჯერ შენ გახვალ მერე მე ანუ ტატოს დეხავ ხო? კარგი პაატა, კარგი. მე გავალ, კარგი. არ გამომყვე პაატა. თეკლა. না ოხ ატა თეკლა მითხრა ჩემ კაბინეტშია. აი მე ნუც არ გამაგიჟო, ეხლა არ მითხრა დიდუბელი სოსო იყავიო თორე გავგიჟდები ისოდე რა გეხოცები გამანები აი რა ძალიან გთხოვ რა თუ ჩემი ხათრი გაქვს გთხოვ.
ისა, ნუცა, არ შემიძლია, არ მცალია მუშაობა დავიწყე, კურიერი ვარ დღეიდან, რანაირად გითხრა მეტი? მე ტატო ვარ. ნუცა. ხო, ეს ტატოა, ხო. ხო, მაგრამ ლაშამაც რა ვარი მითხრა, რა ვქნა? მე ნუცა გასაგებია, მაგრამ კურიერი ვარ, არ მცალია, რა გავაკეთო, საქმეები მაქვს ჩემი და ეხლა რა ვქნა? კაი რა. ლამაზი სახელი ქონია. ხო, მადლობა. კაი რა, ისეთი რა საქმეები გაქვს. ნუცა, არ შემიძლია, კურიერი ვარ დღეიდან და მთელი აი ამდენი საქმე მაქვს შეხედე, არ შემიძლია, ვერ წამოვალ ეხლა, რანაირად მაგითხა? ძალიან გთხოვ, თუ ჩემი ხა არ გაგიშვებ. გამიშვი. ხო, არ გაგიშვებ, არა, ძალიან. ნუცა, რა გწის ეხლა? ხო, ეგ გამომართვი და იყავი სოსო. ნუცა, ისა რა ქვია? კარგი თანახმავარ. ხო? ვიყო დიდობელი სოსო. ოღონდ, ნუცა მალხაზის კანდიდატურას მე შევარჩევ. გაწყობს ნუცა? როგორ არ მაწყობს, მაგარი, ეს გამომართვი? კარგი. კაი, წავედი და მაშინ ბარში გელოდები საღამოს. კაი, კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ნახო. დაჯიქია, ბატატო. ტატო დაჯიქია, ერთი წუთი დაჯიქია. ტატო. მომისმინე, ხო კარგი გოგოა. კი, რა. მე არ გინდა ტატო რომ შევთე ხოლმე ურთიერთობა რამე, ჰა? აბა მე როგორა. რას ქვია, როგორ საღამოთი მოდი ტატო ბარში და ნუცას ბარში მოვიდე საღამო. და ნუცას ნახა. არა, ვერა, რანაი. აბა რა. ეს ხო თეკლას მიყვები სამსახურის საქმეზე. ტატო მაგას გეუნები, არ წაყვე თეკლასთან ერთად, არ წახვიდე საღამოს ბარში მოდი და ნუცას ნახავ, მეტი რა გიქნა. არა, ტატო. თუ თეკლას როგორ უთხრა ეხლა? ნუ ეხლა თეკლას რა. ვაიმე, ბოდიში. აი, ძალიან დიდი მადლობა, პატაი, ძალიან გავახარე. მადლობა. აი, არაფრის, ნუცა გასაგებია, ხო? ტატო დაჯიქია ერთი წუთი ტატო. ხო. საღამოს ბარში თუ მოხვალ ნუცა, რა ვიცი, ჰა? ეხა იცი რას ვიზა? აბა, ავდგები. ხო. მივალ თეკლასთან. ხო. და ვეტყვი აღარ მიყვები თეატრში. ტატო. რა კარგად გამოვიდა უყურე ეხლა შენ ნუცა და ტატო თეკლა და პატო. ენაცვალე. აი გარია. რანაირად ზიხარ პატა რა? მე რანაირად ზივა, რანაირი განლაგება შენობაში თუ მე რაშუაში ვარ და შენ რანაირი სახე გაქვს რა გჭირს თეკლა რატო ხარ მოწყენილი? პატა, ვეღარ მივდივარ თეატრში. აუ რას ლაპარაკობ თეკლა? კარგი, შენ თუ არ წახვალ თეატრში არც მე არ წავალ ცირკში. აი, ეს ჩემი ბილეთის რაღაც მინდა. ვიდგები მეც აქ შენთან ერთად და ამ ბილეთს ესე შენ თვალ წინ. მე რაც ვივა რაღაცები მე რას ვაკეთებ. გამარჯობა პატარა. გამარჯობა, რა? პატარა, გამარჯობა. პატარა, დიდუბელი სოსო. ხო. უკაცრავად მე რატომღაც პატარა მახსოვდა. კარგი, არა უშავს ისა. რა უნდა კითხო, ჩემი მეგობარი მალხაზი არ გამოჩენილა? ვინ მალხაზი? მალხაზი, დიდუბელი სოსოს მეგობარი მალხაზი, ანუ პროფესორი. აუ, კარგი რა წესი არა დამიხსენი, სულ დავიბენი. დაიბენი? აჰა, თუ დაიბენი, ეხლავე აგიხსნი. ესე იგი, ნუცა აკეთებს დიდუბელი სოსოს ინსცენირებას და დიდუბელი სოსოს მეგობრის როლზე მალხაზზე მოიაზრებოდა ბატონი პროფესორი. ეხლა მოიბენი და მითხარი სად არის პროფესორი. ეგ რომ ვიცოდე სად არის პროფესორი. არ ვიცი. რა ვიცი. ტერი, ჰაიმე. არა და რა გავაკეთო ახლა სხვა არც რო არავინ არ ვიცი მინ შეიძლება რომ დამეხმაროს. აუ, როლია სათამაშო და რა ვიცი აბა? მე შემიძლია რომ დაგეხმარო. მართლა, მიდი აბა. გამოცდილება მაქვს სკოლის სპექტაკლში მათე ბიჭის როლი შევასრულე და მართლა მათე ბიჭო. ხო, კარგი, მადლობა მათე ბიჭო, კარგი. უკაცრავად პროფესორი ხომ არ გამოჩენილი?
ვა, ეს ავთო რა უნდა გითხრა? რა ქვია? მალხაზი რო ითამაშო, მალხაზი დიდუბელ სოსოს ინსცენირება არის გაკეთებული და მალხაზი გჭირდება დიდუბელი სოსოს მეგობარი რო ითამაშო. არა, არ მცალია ბოდიში. პროფესორი უნდა ვიპოვო, რა იქნება როგორ უჭირს. ავთო, მე რა ბოდიში მიხდე, ნუცას მოუხადე ბოდიში. ნუცამ გააკეთა ინსცენირება. ხო, ნუცამ. ნუცამ ავთო. ნუცამ გააკეთა ინსცენირება. ნუცა? ხო და შენ მოიაზრებოდი ნუცას აზრით მალხაზის როლზე და რა ვიცი აბა. ნუცამ, ხო. ნუ პრინციპში რა უნდა უჭირდეს პროფესორს ეხა ისეთი რო ჩემ გარეშე ვერ მოაგვარ. კი ბატონო, გისმენ. ჩემო მეგობარო სოსო. გაიხარე მალხაზ, ანუ თანახმა. კი, თანახმა. კარგი, ესე იგი დავიწყოთ რეპეტიცია. ისა რა ქვია, თქვენ მათე ბიჭო, მე რა ერთი წვენი მომიტანე და შენ რა გინდა? შაქარყინული გინდა? აი მე ხო, კარგი, ორი წვენი მოგვიტანე, კარგი, ხო. მოკლედ რა ხდება? ეს გამომართვი ეს არის შენი. მაჩვენე მალხაზი ხო წერია, ხო? ხო, მალხაზი არის შენი. მოკლედ მომისმინე, ეხა სადაც მალხაზები წერია, ეგენი ხარ სულ შენ. ანუ მალხაზები იქნება სულ შენ. ეგ არის შენი სიტყვები. სოსოები ვარ მე. აჰა. წვენი. დიდი მადლობა. გაიხარე მათე ბიჭო, მადლობა. მზად ხარ, ხო? კი. აბა, თუ მზად ხარ, მალხაზ მაშინ დავიწყოთ. სად გარბი ხარ, სოსო? მოიცა, მალხაზ. აბა, ვინ იწყებს პირველი, სოსო თუ მალხაზი? სოსო. სოსო, ხო და დამაცადე ერთი წუთი რა, დავიწყე. კარგი, აბა დავიწყე. მალხაზ მისმინე. აი დადგა ის მომენტი, როცა მე წავალ ყველაფრისგან შორს. ჩემი წითელი ფერარი გამაქროლებს იქ სადაც ვერავინ მიპოვნის. დიახ, მალე თურქეთისკენ დავაწვევი. კაცურად მოაწექით მანქანას ვინმე. ავთო. ხო. მალხაზი ხო წერია, მაგრამ ხო, გასაგები. სად გარბი ხარ, სოსო, მე რამდენად უნდა მომპარო სარკეები. მომისმინე ავთო, მან კითხვის ნიშანი არ არის ბოლოში? ხო, კითხვის. ანუ მე რამდენად უნდა მომპარო სარკეები? სარკეები, ხო. სარკეები. კარგი, ესე იგი დავიწყეთ, გავაგრძელეთ, აბა. მოიცადე ეხლა ჩემი ჯერია, მოიცადე მისმინე ავთო, ესე იგი, არ გეწყინოს მალხას, ხომ იცი ფერარისთვის ვაგროვებდი ფულს. არა, ესე არ გამოვა. არ გეწყინოს მალხას, ხო, ეს უფრო ჩემია, ხო ხდები? არ გეწყინოს მალხას, ხომ იცი ფერარისთვის ვაგროვებდი ფულს. გავაგრძელეთ. მე ხო, ავთო რა გჭირს რა და სად გარბი ხარ, სოსო? მოიცა, ავთო, ბოდიში არ გეწყინოს. ეგ ხო იყო უკვე წეღანდა რა. ის სარკეები? შემდეგი მალხაზი, რა სარკევა იმე ავთო გამაგიჟებ. შემდეგი მალხაზი, მიდი გააგრძელე. შემდეგი გასაგები. მიდი. კარგი, მაშინ წამოდი ვითევზავოთ. ეს რა არის, რა სისულელეა რა. ხო, გასაგებია, მაგრამ სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ ავთო, აბა რა ვქნათ ახლა. ჩვენ რა უნდა მე და შენ უნდა მოვიფიქროთ ახლა? ხო, აბა ავტორმა ვერ მოიფიქრა და ჩვენ მაინც უნდა მოვიფიქროთ ახლა ეს ხო იქნება არა? კარგი, მოდი როგორ თავდება ის გავაკეთოთ. დამთავრება მალხაზი ამთავრებს. დავაი ჩაჯექი და დავგაზეთ ჯიგარსო. რას მიყურებ არ წერია კითხვის. არა, თუ ისე შემოგხედე რა იყო, არ შეიძლება რომ შემოგხედე. ხო, კარგი, დავაი ჩაჯექი და კარგი, თავიდან დავიწყოთ. აი დადგა ის მომენტი, როცა მე წავალ ყველაფრისგან შორს. თურქეთამდე ახლოა ხო? ხო, მიდი ჩაჯექი და გავგაზე ჯიგარსონ. კარგი რა ავთო, რანაირად იძახი, მოდი ჩაჯექი და გავგაზეთ ჯიგარსონ. აი, რანაირად მეუბნები დაჯექიო. ერთი მითხარი რომ ავთო, რომელი დიდუბელი სოსო ჩაგიჯდება მანქანაში ეგრე მითხარი. რომელი გამოყვება და რას თურქეთამდე? აუ, რას ლაპარაკობ ავთო, რას რომელი ჩაგიჯდება? ჯიგარსონ. არ ვიცი, რაღაცნაირად ჯიგარსონ, რაღაც ისე რომ აი ჯიგარსონ რომ მომიდეს ჩაჯდება, რა თურქეთამდე ვინ გამოყვება ეგრე. კარგი ავთო, მიდი ახლა შენი ტექსტი მოვამზადე, შენი სიტყვები, როცა მალხაზებს გავიმეორე. მალხაზები გაიმეორე და როცა დავიწყებ დაგიძახებ და გამოდი და მოკლედ აი ეს არის რა ვიცი აბა რა სიტყვით როგორი მე მგონი ცუდი არ უნდა გამოვიდეს ხო? კარგი იყო მომეწონა, მაგრამ პროფესორი უფრო კარგად შეასრულებდა სასასრელს. ბევრს უნდა ლაპარაკობ მათე ბიჭო შენ. აი მე მგონი რაღაცა ხვაური არის მტერი შემოგვესია და წადი მეფეს აცნობე მათე ბიჭო აბა წადი.
მოდი ნატარ მოდი ო ლაშა მოხვედი ხო დავაგვიანეთ სპექტაკლს არა არ დააგვიანეთ როგორ მოიყვანე ნოდარი ხო გამარჯობა ნოდარ რა ხდება აი ეგ ხდება ხო და რა მოვიყვანე კრიტიკოსია დღეს კრიტიკოსი იქნება დღეს ესე იგი უნდა აკრიტიკო და აკრიტიკო ნოდარ ხან მალხაზი გააკრიტიკე ხან სოსო ჯერ მალხაზი გააკრიტიკე მერე სოსო გააკრიტიკე მერე ის გააკრიტიკე მერე ეს გააკრიტიკე ხო გააკრიტიკე იჯექერე გააკრიტიკებული ახლა აი ეგ შენ კი არ გააკრიტიკე ბატ შენ კი არ გააკრიტიკე მე გაუკეთე გამახუჩებელი არის ჩუმად ნოდარ რა შამ გააკრიტიკა ხო ტატო მოდი ტატო მოდი ბატა მოდი ტატო გაიცანი ეს ლაშა ეს არის ნოდარი კრიტიკოსი იქნება დღეს ცოტა სულ ლაპარაკობს ხოლმე რა ნოდარი ხო აი ეს არის რო ისოდე ეს არის ტატო გაიცანით თქვენ ახართ ტატო ხოჭახ თეკლას ლაშა არა რა პროფესიონალი შეურჩევიათ ხო რა დაგემართა ბატ ნუც არ მოსულა არა რო ვიცოდე რა ხო გასაგები უნდა იცოდე მაგრამ ნუცა არ მოსულა იმიტომ რომ თუ არ მოვა გუგა არ მოვა ნუცაც ხდები ჯერ უნდა მოვიდეს გუგა მერე ნუცა აი მე მგონი მოვიდა გუგა და მოყვა ნუცაც აჰა მოვიდა დავიწყოთ ხო ოკეი ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბარში, სადაც დიდუბელი სასოს ავტორი გუგა ძალიან დიდ დროს ატარებს. დიდუბელი სასოს მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ აქ შეიქმნა. რა? კადრში ჩანს ეს. უკაცრავად, გაიწიეთ რა კადრში ხართ. გაიწიეთ კიდე. და თქვენც რა კადრში ხართ. არა, იყავით უბრალოდ აი ღიმილიანი სახეებით და აი გახარებულები. ხო, აქ არიან მისი მეგობრებიც და ჩვენ ახლა შეგვიძლია მათ გავესაუბროთ. გამარჯობა. სალამ. ჩემს გვერდზე ახლა არის გუგას ახლო მეგობარი, მისი მეზობელი და რა თქმა უნდა, მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ლაშა ტორონჯაძე. და. ნიხედე. ახლა მოდით გავესაუბროთ კრიტიკოს. დარწმუნებული ვარ ჩვენ ტელემაყურებელს ძალიან აინტერესებს თქვენი აზრი, რადგანაც თქვენ რამდენჯერმე გაქვთ დიდუბელი სასო წაკითხული. მე ხელს ხوار გიშლი ანუ კადრში ხوار. ვაიმე, კადრში ხარ, კი გვიშლი ხელს. კი, ანუ მე მეგონა რომ ოპერატორი იქით იყო, მე აქეთ ხელს არ შეუშლედი. ხო, მაგრამ მოდის უკვე, მოდის ოპერატორი. ხო, რომ ვიცოდე, როდის მიდის. ხო, აი, მიდის და ხო. ხო. წადი რა თუ შეიძლება. ხო, მოდი იგი რას ვაკეთებ? ვა, ხედავ, უნდა რა ხდება აქ. ესე იგი, ნუცამ არ იცის რომ ტატოს მოსწონს. ტატომ არ იცის რომ ნუცას მარტო გუგა მოსწონს. გუგამ არ იცის რომ აქ სიურპრიზს უმზადებ. ხო, და ეს ყველაფერი შენიც და ხმას ვერ იტებ რა. ჯერმე. ხო. ახლა მოდით ავტორს გავესაუბროთ. გუგა, რა სიტყვით მთავარი გმირის შესახებ? სოსო? დიახ. სოსო მე მოვიფიქრე. და მალხაზი? მალხაზი უკვე სოსო მოიტანა თვითონ. გამომდინარე. რა მოწონს რა უყვარს რაღაცა რომ ვიცოდე რა ანუ გითხრა რა მოწონს რა უყვარს მოცას გუგა მარტო გუგა კი ანუ თუ რაღაცის თქმას დააპირებ გუგათი დაიწყე და მოგაქცევს ყურადღებას ისე შანსი არ გაქვს გუგა ანუ გუგა და ეგ არის მიდი გავაგზავნოთ ხო თვითონ ამ წიგნის წერა დიდი ხანი არ არის რაც დავიწყე 3-4 წლის წინ გუგა რა კარგი მწერალია არა ნუცა აუ ხელს გვიშლით მართლა გვიშლით ხელს ხო გუგა მინდა გითხრათ რომ თქვენთვის დღეს სიურპრიზი გვაქვს გამზადებული იმ სიურპრიზს ეუბნები ხო ეხლა საღამოს რო ბარში დიდუბელი სასო უნდა დაიდგას ხო ეს ვინ არის ტატო მიცნო გიცნო ხო ხო გითხარი გუგა უნდა გეთქვამე კიდე გიცნო რა სიურპრიზია აუ კაი რა მე მინდოდა კარგი ნუცა რატო ნერვიულობთ დამალვას აზრი აღარა აქვს ყველაფერი ვიცით აბა მათები ჭოქთ ხო ახლა კი გთავაზობთ ეპიზოდს მოთხრობიდან დიდუბელი სოსო აჰა დათხართ ხომ ხალხო მე აქედან ვერ უყურებ აქეთ გადავა კი ბატონო ლაშა ჩემთვის მე არანაირი პრობლემა არ არის შეგვიძლია ნიშნოთ რომ მე შემიძლია ზურგსაც ვეთამაშო არ არის არანაირი პრობლემა არ არის ანუ დათხართ ხომ ნუცა მე ეს ვიცი
ნანახი მაყო ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია. ზად ხარ დავიწყებ ხო? დაი დადგა ის დიადი მომენტი, როდესაც მე წავალ ყველაფრისგან შორს. ჩემი წითელი ფერარით გავაქროლებ აქედან და თურქეთისკენ დავაწვევი. კაცურად მოაწექით მანქანას ვინმე? აუ, ნუცა, ეხა შემოდის ძალიან მაგარი პერსონაჟი, просто რო იცოდე რა ხო. სად მირბიხარ სოსო? ვაიმე, აი არ შეგიძლია გაჩუნდე ცოტა ხანი. ვა. მალხას. ჯიგარსო, მალხას მოაწექით მანქანას, მალხას თურქეთისკენ. მალხას თურქა. აიმე, რა გასწესი მალხას რა გჭირს? აიმე, რა. გამორთი აღარ გვი. ის ერთი წუთი არ გამორთო რა, ერთი წუთი არ გამორთო. ის გადაგვიხე რა მოდი რა ერთი. ვა, არ არის? სად არის დედა წასული? არა უშავს დაველოდები. მანამდე ეს რაც მოვიდა. ვა, გამარჯობა ტარიელ. მე მითხარია? ანუ რო ვიცოდე ხო ხტი? ხო, რა ვიცი, გამარჯობა როგორ ახარ? ხო. თეკლა არ არის და რა ვიცი. არა, თეკლასთან არა, თუ გინდა იყავი და თეკლე რომ მოვა, მე გადი რა, როგორც გინდა გადაწყვიტე რა ვიცი. არა, შენთან მოვედი. მისმენ, ხო. საქმე გაქვს რამე? ხო. ეს არის ჩემი სადისერტაციო ნაშრომი. და თუ შეგიძლია ადმინისტრაციულ კორპუსში რო ჩაიტანო, რაც გადამოწმებაო და ანუ ვინც არ გაუგზავნა, ან გაუგზავნა და არ მოეწონათ, ხო, გაუშვიათ სამსახურიდან. სამსახურიდან გაუშვიათ და იქნებ ბრო. აბა რას ვიზავ, ტიტე, აბა რას ვიზავ. ტიტე? ხო. მე მითხარი? ხო, რა ვიცი. არა, აუცილებლად გავგზავნი, აბა ეს ხო ჩემი პირდაპირ მოვალეობაა და კარგი, შენი იმედი. კარგი. ვა. ზეგი ეს არის შენი სადისერტაციო ნაშრომი და მაგრამ ყველაფერი ხდება ადამიანები ვართ, გვეშლება ხოლმე რაღაცეები და ამის მაგივრად რომ სხვა რამე გავუგზავნო, მაგალითად დიდუბელი სოსო, რა მოხდება? განაგანგება ასეთ სიკეთებს არ გუნებს ვინმეს. რა ნიჭიერი ხარ, პატა. რა ნიჭიერი. ურიერი პატა.